რადგან ეს კონტენტი იმისთვის შევქმნი, რომ თქვენთვის გამეზიარებინა რაღაცები, რატომაც არა. ახლა გაგიზიარებთ ჩემი სახის მოვლის რუტინას. მივყვეთ ნაბიჯ. დავიწყოთ პირველი საფეხურით. დერმატიკის დასაბანი კრემგელი, რომელიც ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს და ასევე მაკიაჟს. შემდეგი არის დერმატიკის ტონერი, რომელიც აღადგენს კანის pH ბალანსს და კანის ეპიდერმულ ბარიერს. ტონერის კანზე დატანის შემდეგ ნებისმიერი კრემი ორჯერ უფრო კარგად შეიწოვება სახის კანზე, ვიდრე ჩვეულებრივი. შემდეგია ვიტანიკას ტანის ლოსიონი, რომელიც სახელით არაჩვეულებრივია. შემდეგია ზიეიას სახის შრატი, რომელიც ხმარებაში ძალიან მომეწონა და თან ძალიან ბიუჯეტურია ყველა ის პროდუქტი, რასაც ახლა გიზიარებთ. შეიძლება ახლა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფასდაკლებით ვიყიდე. შემდეგი არის ისევ ვიტანიკას სახის დამატენიანებელი კრემი, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა ოღონდ გონი ალკოჰოლს და პარფიუმს შეიცავს და სახეს ოდნავ მიღეზიანებს. შემდეგი არის დერმატიკის მზისგან დამცავი, რომელიც ცოტა არ იყოს და არ მომეწონა, მაგრამ რადგან საჭირო იყო, მაინც ვიყენებდი. ბოლო არის ვაზელინის ტუჩის დამატენიანებელი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება ჩემს გამომშრალ ტუჩებს. საბოლოოდ კი იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენი დღის და ღამის რუტინა შედგება დასაბანი გელთან, მაკიაჟის მოსაშორებელი კრემით, სახის ტონერით, ლოსიონით, სახის შრატით, სახის დამატენიანებელი კრემით, SPF მზისგან დამცავით და ტუჩის დამატენიანებელი გლოსით, ან თუნდაც ჩემსავით ვაზელინით. გამიზიარეთ აუცილებლად კომენტარებში თქვენ რა პროდუქტებს ხმარობთ. მადლობა რომ მიყურეთ და ნახვამდის. დღეისათვის სულ ეს იყო.